მეორე იმ ტიპის ადამიანთა კატეგორიაში, ვინც კარგ ამბავს და ცუდ ამბავსაც ძალიან ახლო ადამიანს უზიარებს, თორე ისე ვერ ვისვენებ. ზეგან მეუბნება მაგ სიტყვებს ლადო ზუსტად. დაჯექი და მომისმინე, ისთვის მყავხარებო. ხო, რაღაცა მეწუნებოდ. ყველაზე ბედნიერი არის ადამიანი, ვისაც იგითი ადამიანი ყავს. თქვენი სახით, მაგალითად, რომ ბედნიერი ხარ, პირველი ურეკავ და ახარ უბედური ხარ, ანუ არ გიხარია რაღაც ურეკავ და გულის ტკივილს უყვები და მერის გამშვიდებს მაგალითად. აი, არაჩვეულებრივი გრძნობა, აი რაღაც წარმატება რომ მქონია ცხოვრებაში და რაღაც კაი მომხდარა, პირველი აუცილებლად მიშოს ურეკავ, ნუ ერთ-ერთი პირველი შეიძლება ჩემსოს დაურეკო დას მამშობელს, ანუ მეგობრებში ერთ-ერთი პირველი მიშოს ურეკავ და ყველაზე მეტად რაც მიყვარს და მიხარია მიშოსი არის გულწრფელი ემოცია ყოველ. არ მაგას ხო იგივე ვხვდები. აი, ყოველთვის მიხვდები, მოწერილითაც კი მიხვდები. ერთი და იგივე ტექსტი რომ მომწეროს მიშომ და ვიღაცამ, მიხვდები რომელია გულწრფელი. გაფრაზებული ხარ, კი არ გაქეზებს აქეთ გამოსცილოს და გამშვიდოს. ბედნიერი ხარ, ისეთ რაც გეუბნები კიდე უფრო გაბედნიერი. სულ მიყვარს მიშოსთან რაღაცის გაზიარება, იმიტომ რომ ვიცი რომ ის უნდა მითხრას, რაც იმ მომენტში მჭირდება. მე ხომ ყავს ვაკაცები, შენ მაგალითად. თავში არ აგივარდეს. ყავს ვაკაცები, მაგალითად, აი რაღაცას წერ ბედნიერი ვარ და რომ წერ და რომ მივწერე და ის რომ წერც მე რაღაცას ვეღარ ვიცმე სანამ უწევს ურეკავ ხოლმე ეგრევე რა რომ მეთქი და ბიჭო მაშინ თუ მირეკავ რაღაც წერ მაშინ მეუნება რა. ანუ voice უგზავნი voice და ის რაღაცას იმაშო ურეკავ და მაშინ რაღაც ვიგზავნი voice დამირეკე პირდაპირ რა აი საბა აუ ერთ ამბავს მოვყვები მაშინ რა და ოღონდ მე მოვიფიქრო ღირს თუ არა დატოვება. დიდი ხნის წინ ცოტა ისეთი დიაგნოზი დამისვეს და პირველი ჩემი ბავშვობის მაგას დაურეკე, მეთქი რა მაშინ ტელეფონი არ იყო ისეთი რომ თუ ინტერნეტი არ იყო ისე გავრცელებული. ვერ გუგლავ მეთქი და იქ იმა კარგად დაგუგლე მეთქი რა არის და ველოდები რომ მითხრას. არ მირეკავს რა ხდება დაურეკე. ხო და რა ისეთი ის არისო დიაგნოზიო რა ცოტა უშნოა. და პირველ წავედი იმასთან სახში. და რო შევედი კარი გავაღე და მოხვედი კიბოიანო. ეგრევე ხო და ეგეთი მეგობრებიც უნდა ყავდეს ეგეთი ტუტუცების.